ევროპარლამენტი არ ცნობს ჩატარებულ არჩევნებს და ახალ არჩევნებს ითხოვს. ამის შესახებ ევროპელი პოლიტიკოსების ერთობლივი რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში წერია, რომლის დეტალებსაც ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე ავრცელებს. მისივე ცნობით, რეზოლუციის დრაფტში 28 პუნქტია. დოკუმენტს ევროპარლამენტარები კენჭს ხვალ უყრიან, მანამდე კი შესაძლოა მასში ცვლილებები შევიდეს. ასევე პროცედურულად დასაშვებია, რომ დეპუტატმა კენჭისყრამდე ადგილიდანაც მოითხოვოს გარკვეული ცვლილების შეტანა. ერთობლივი რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში ქართული ოცნება ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებად არის მოხსენიებული, ხოლო სალომე ზურაბიშვილი ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად სახელდება. დოკუმენტის სამუშაო ვერსიის თანახმად, ევროპარლამენტარები ქართულ ოცნებას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი რეპრესიები მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ. ასევე დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება ამჟამად არღვევს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ადამიანის ძირითად უფლებებს და ქვეყნის ძირითად საერთაშორისო ვალდებულებებს, რითაც ძირს უთხრის 10 წლეულების განმავლობაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს. ტექსტში ვკითხულობთ, რომ საქართველო განიხილება როგორც ქართული ოცნების უკანონო რეჟიმის მიერ დატყვევებული სახელმწიფო. არ ცნობთ 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ ქართული ოცნების თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი, ჩატარდა დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების დარღვევით და არასახავდა საქართველოს ხალხის ნებას. ხაზს უსვამს, რომ ფართომასშტაბიანმა საარჩევნო გაყალბებამ შეარყია საარჩევნო პროცესის მთლიანობა, შედეგის ლეგიტიმურობა და ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა ნებისმიერი ახალი ხელისუფლების მიმართ. მოუწოდებთ ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებს, ეროვნულ პარლამენტებსა და საპარლამენტთაშორისო ინსტიტუტებს არ აღიარონ ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტისა და მათი დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია. ამიტომ მოუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შეუერთდეს საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების ბოიკოტს. ერთობლივ დოკუმენტში ასევე არის საუბარი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებაზე. მოთხოვნილია სანქციების დაწესება იმ ოფიციალური პირების და პოლიტიკური ლიდერების მისამართით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების და აქტივისტების დევნაზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოს იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების სამართლებრივ დევნაზე. როგორც საპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე გაავრცელოს ეს სანქციები მოსამართლეებზე, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლებსაც გამოაქვთ პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, ასევე ფინანსურ ხელშემწყობებზე, რომლებიც ფარულად ან ღიად უჭერენ მხარს რეჟიმს. სახელისუფლებო მედიის მფლობელებს ტელეკომპანია იმედის პოზიტივისა და რუსთავი 2-ის ჩათვლით, დეზინფორმაციის გავრცელებისა და საჯარო დისკუსიის მანიპულირების მცდელობისთვის, რათა მხარი დაუჭირონ ამჟამინდელი მმართველი პარტიის ავტორიტარულ მმართველობას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით გარდა ამისა, რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში სანქციების დაწესებას ითხოვენ ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის, მათ შორის ეკატერინე ხვედელიძის, უტა ბერა, ცოტნე და გვანცა ივანიშვილებისთვის. გავრცელებული ინფორმაციით სიაში ასევე არიან ივანიშვილის ნათესავი ბიზნესმენები შმაგი კობახიძე, უჩა მამაცაშვილი, სების პრეზიდენტი ნათია თურნავა, ტელეკომპანია იმედის მფლობელი ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე, ასევე ბიზნესმენები ივანე ჩხარტიშვილი, სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე, თამაზ გაიაშვილი, ილია წულაია, ანტონ ობოლაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე, მისი გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, ქართული ოცნების მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე, ქართული ოცნების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, ოცნების აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ასევე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური და ივანიშვილის პროპაგანდისტი ლაშა ნაცვლიშვილი. ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და წევრი ქვეყნების მიმართ შეუერთდნენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებაში და გაყინონ ევროკავშირში მთელი მისი ქონება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო დემოკრატიული უკუსლის ხელშეწყობისთვის და ქვეყნის კონსტიტუციურად გაცხადებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებისთვის. ევროპარლამენტი მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას ჩამოართვას ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენი და დაუწესოს ინდივიდუალური სანქცია. დოკუმენტში, რომელიც განსახილველად ხვალგავა, ასევე საუბარია პოლიტპატიმრებზე, მათ შორის ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის პოლიტიკურ პატიმრობაზე.